UFC საკრამენტო, რომან დოლიძე, რენიე დერიდერი. Roman, გამარჯობა. ახალი წონა, უпростоრად ძველი ახალი წონა. ძველი ახალი წონა სწორია. როგორ და როდის მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე? მარვინ ვეტორისთან მეორე ბრძოლის დროსვე მივხვდი, რომ წონის დაკლება ძალიან მძიმე გამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ წონის ჩაბარება მიჭირს. მაგრამ შევამჩნიე, როცა უნდა აღვიდგინო, უკვე ისე კარგად ვერ ვახერხებ, როგორც ადრე ვიღდგენდი. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც უფრო სწორია ჩემი კარიერისთვის, რომ ის უფრო დიდხანს გაგრძელდეს. შევცვალო წონითი დივიზიონი და გავუფრთხილდე ჯანმრთელობას. ნამდვილად გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. ვეგასში ვეტორისთან ბრძოლის წინ კითხე. ამჯერად ჭადრაკს რატომ არ თამაშობ მეთქი? შენ მითხარი, როცა საშუალო წონამდე იკლებ, აზროვნება უფრო რთულდებაო. ამჯერად ჩემი რეიტინგი გაცილებით მაღალია ვიდრე მაშინ. ვერ ვიტყვი, რომ თამაში უფრო რთულია. ვფიქრობ, ხვალ ზეგ უფრო დამძიმდება. დიეტა უფრო მკაცრი გახდება. ახლა ჯერ კიდევ ვთამაშობ. თუ საიდუმლო არაა, რამდენის დაკლება გჭირდება და რა წონამდე უნდა აღიდგინო. დაახლოებით 7 კილოგრამი მაქვს დასაკლები. და ვფიქრობ მინიმუმ 7-ს უკან აღვიდგენ. გასულ კვირას ისლამ მახაჩევმა, რომელიც ახალ წონაში იცავდა ქამას, თქვა, რომ ეს მისი მეორე კემპი იყო ქვესაშუალო წონაში, სადაც თავს მშვენივრად გრძნობდა, რადგან წონის კლებით ტანჯვა არ უწევდა. შენც დაახლოებით ასე ხარ? აბსოლუტურად სწორია. და გაცილებით იოლად ცხოვრობ. გაცილებით იოლად გძინავს. ბევრ ასპექტში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. შენი ოპონენტი საშუალო წონოსანია, რომელიც მაღლა ადის. რისი თქმა შეგიძლია მასზე? ვფიქრობ, კარგი გრეპლერია, გამოცდილი, ბევრი კარგი ბრძოლა ჰქონდა. ისეთივე კარგი კარიერა ჰქონდა, როგორც მე საშუალო წონაში. როცა საშუალო წონაში ვიყავი, ჰქონდა ბრძოლის გარეშე პერიოდი. ბევრი ოპონენტი ეხსნებოდა. რამოდენიმეჯერ გამოვიწვიე, ის და ბონიკალიც, მაგრამ ორივე დუმდა. საბოლოოდ ერთმანეთს შეხვდნენ. საერთოდ როგორ აფასებ მის გზას საშუალო წონაში? გონი ერთ წელიწადში 4 ბრძოლა ჩაატარა და ფაქტობრივად ერთ ნაბიჯში აღმოჩნდა ტიტულთან. ტიტულთან ახლოს იყო. რა თქმა უნდა იყო, ჩვენ ყველანი ახლოს ვიყავით. გიკვირს, რომ ახლა ასე ბევრი საშუალო წონოსანი ამოდის 200 ხუთში. თუ მასზე და ჩემზე ვისაუბრებთ, ორივე დიდები ვართ. ალბათ მასაც იგივე პრობლემა აქვს. დანარჩენი ბიჭები არ ვიცი. კიდე ვინ? ახლა ხან უიტეკერი ავიდა, ასევე პაულო კოსტა. უიტეკერი გაუგებარია ჩემთვის. პაულო კოსტა კიდევ შეიძლება გაიგო. ფიქრობ, ისიც დიდი იყო ამ წონისთვის. და უჭირდა ცალსახად, რადგან წონასაც კი ვერ აბარებდა ჩვენგან განსხვავებით. ხშირად ბრძოლებზეც კი არ გამოდიოდა. აი ზუსტად წონის გამო. წინა ბრძოლის წინ მეუბნებოდი, როცა მთებში ვისაუბრეთ, რომ UFC-ს არ მოვეშვები, სანამ სატიტულო ბრძოლას არ მომცემენო. ახლა შენთვის ახალი დივიზიონია. ყველაფერი ფაქტობრივად სუფთაფურცლიდან იწყება. ეს არასწორია. UFC-მდე ვიბრძოდი 93 კილოგრამში. UFC-შიც 3 ბრძოლა მაქვს ჩატარებული 93-ში. ბოლო ბრძოლა ენტონი სმითს მოვუგე, რომელიც მე-10 ნომერი იყო. ასე რომ უნდა ვიყო რეიტინგში. ახლა კიდევ ერთხელ შევახსენებ თავს და ვაიძულებ შემიყვანონ რეიტინგში. მეც ამას ვგულისხმობ, რომ ჯერჯერობით რეიტინგში არ ხარ. რამდენად იცვლება შენი გეგმები UFC-ს მოთხოვნებთან მიმართებაში? არაფერი იცვლება. ცუდია იჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს. თუ აქ ვარ, ესე იგი ვუმიზნებ ყველაზე მაღალ ტიტულს. სამართლიანია, მაგრამ თქვი, რომ ახალი წონის წყალობით კარიერა რამოდენიმე წლით გაგრძელდება. ახლა 38 წლის ხარ. უწესებ შენ თავს რაიმე ზღვარს, რომ რაღაც ასაკის შემდეგ მორჩა, საკმარისია. კონკრეტული ჩარჩოები არ მაქვს. იმედი მაქვს, როცა დრო მოვა პირველ რიგში მორალურ-მენტალური ძალა მეყოფა გავაცნობიერო. და ეს ნაბიჯი დროულად გადავდგა. ალბათ ეს ყველაზე რთულია კარიერაში, მაგრამ მე ვცდილობ და მინდა ვიასპარეზო მანამ, სანამ ორგანიზმი ამის საშუალებას მომცემს. თუ საიდუმლო არაა, რამდენი ბრძოლა დაგჭა კონტრაქტით? 4 ბრძოლა. ახლა გააფორმე თუ ძველი იყო ასე გრძელი. 6 ბრძოლაზე მქონდა კონტრაქტი. ფლაფისთან ბრძოლის წინ 6 ბრძოლიანი კონტრაქტი მომცეს. მშვენიერია. მერაბ დვალეშვილი იქნება კუთხეში. მერაბი არ იქნება. რაფის ტურნირი აქვს. ასე დაემთხვა, რომ ერთსა და იმავე დროსაა. ანუ მეგობარი ჭიდაობაზე გაცვალა? არა, ასე თქმა არ შეიძლება. ფიქრობ, უბრალოდ ასე მოხდა. ახლა ხან იყავი ვეგასში, ისიც იქ ცხოვრობს. ალბათ შეხვდით. როგორ მიიღო ტრილოგიის ამბავი? მეჩვენება, რომ ჩვენ ასე სერიოზულად არ ვუდგებით ბრძოლების მიღმა შეხვედრების შეთავაზებებს. ფიქრობ, ეს კიდევ ერთი საბაბია, რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. იმისთვის, რომ ფული გამომიმუშავოთ. და ეს კიდევ ერთი საბაბია. გასაგებია, რომ არ გიყვარს MMA-ზე ლაპარაკი. შენს დივიზიონზეც კი არ საუბრობ. ამბობდი, რომ არ ადევნებ თვალს, როგორ ვითარდება რევანში მერაბისთვის. რევანში? რომელი კონკრეტული? მერაბი იანა. მე საერთოდ სხვაზე ვამბობდი. სეხუდოზე. არა, ჩვენ იანზე ვსაუბრობთ. ესე იგი, წინა პასუხი და არასწორი მიმართულებით წავედი.
იანთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ სამართლიანი ბრძოლაა. ძალიან მიხარია რომ მერაბს რევანში მისცეს, რადგან ანგარიში ერთით-ერთი აქვთ. ის დომინანტი ჩემპიონი იყო და ცალსახად იმსახურებს რევანშს. და ეს საბოლოოდ გაირკვეს ვინ იმსახურებს ჩემპიონობას. ძალიან საინტერესო ბრძოლაა და ძალიან მიხარია რომ ჩანიშნეს. ისევ ვიხილავთ მერაბს ქამრით. თამაში დარწმუნებული ვარ. კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც ხმაურიანი ბრძოლა ჩაატარა ამ წელს, ილია თოფურია. ისლამმა ამ ბრძოლის შემდეგ თქვა: ეს ბრძოლა ილიასთვის გადამტეხი გახდება, მაგრამ ჯერ გაურკვეველია კარგისკენ თუ ცუდისკენო. იზიარებ თუ არა ამ მოსაზრებას და როგორ ფიქრობ, მას ეს მარცხი წაადგება? იმას რომ ეს ბრძოლა გადამტეხია არ დავეთანხმები. მან უკვე მიაღწია უმაღლეს მწვერვალს ორგანიზაციაში. ის იყო pound for pound-ში პირველი ნომერი, ანუ მეტი რაღა უკეთესი, მეტი სადგზაშორს. მაგრამ ის, რომ ეს მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო ცალსახაა, იშვიათად ხდება ასეთი ბრძოლები, ასეთი მნიშვნელოვანი ბრძოლები კარიერაში. ძალიან ძნელია სხვების მაგივრად განსჯა ეს მასზე როგორ იმოქმედებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მას ვერ შეაჩერებს. ის ახალგაზრდაა, ნიჭიერია და ჯერ კიდევ ბევრი რამის დამტკიცება შეუძლია. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. დარწმუნებული ვარ, მას აქვს ასეთი ხასიათი და აუცილებლად დაბრუნდება გამარჯვებით. ძლიერი. დაბრუნდება გამარჯვებით. და ბოლოს, შენი ბრძოლები მაშინ, როცა შენი გულშემატკივრების უმეტესობისთვის ღამე ან დილა იქნება. მათთვის რატომ ღირს რომ კვირადილით გაიღვიძონ და ბრძოლას უყურონ? ფიქრობ, ბევრი მათგანი გაიღვიძებს. ჩვენთან საქართველოში ძალიან კარგი გულშემატკივრები არიან, ძალიან აქტიურები. ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. გრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. წარმატებები კვირას.